22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. დედამიწის დღე პირველად საქართველოში 1990 წელს აღნიშნეს. მას შემდეგ ყოველწლიურად ამ ღონისძიებას მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე უერთდება. წელს ჭიათურაში დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მეორე საჯარო სკოლის პედაგოგის მეგინ მამაცაშვილის ინიციატივით მოეწყო. და აღინიშნოს ის, რომ რადგან ველოსიპედი არის ეკოლოგიური ტრანსპორტი, გადაწყვიტეს თვითონ მოსწავლეებმა, რომ ამ ველოსიპედით გაეკეთებიათ ქალაქის ცენტრში მსვლელობა. მიზანი იყო ის, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ სოფლიოს მოსახლეობას და მათ შორის ჩვენ ქალაქის მოსახლეობას, რომ ჩვენ დედამიწას არა მარტო გამოყენება უნდა ჩვენგან, არამედ გაფრთხილებაც უნდა. ბუნებრივმა მოვლენებმა ყველა დააფიქრა, გარემოს დაცვა და მოფრთხილება სჭირდება ადამიანებისკენ. ეს ყოველს მოვალეობა, მათ შორის მოსწავლეების. მეორე საჯარო სკოლის ორგანიზებით, კერძოდ პედაგოგი მეგი მამაცაშვილი, გეოგრაფიის პედაგოგია ჩვენ სკოლაში, მოხდა პროექტის ორგანიზება, რომლის ფარგლებშიც ეს აქტივობები დაიგეგმა, რათა ჭიათურებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ ამ დღის არსებობის შესახებ და თითოეულმა ჩვენთაგანმა გარკვეული წვლილი შევიტანოთ ამ დღესთან დაკავშირებით. დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოს დაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 175 ქვეყნის 17,000-მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. ამ დღის აღსანიშნავად მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით ველოსიპედით ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს და თემატური ნახატები გააკრეს. პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მასწავლებელმა მოინდომეს და რა ვიცი, არაფერი არ დაუშურებია ჩვენთვის, რომ ვთილობენ, რომ გამოგვაჩინონ საზოგადოებაში და რა ვიცი, ძალიან ყვაყოფილი ვარ პირადად მე. ორგანიზატორი იყო ქალბატონი მეგი მამაცაშვილი, რომელსაც ეხმარებოდნენ როგორც მე-9 ასე ყველა კლასის ბავშვები და მე მგონი ძალიან კარგი გამოვიდა. ქორეოგრაფი იყო თამუნა პაპიძე, რომელმაც ძალიან ბევრი იშრომა, ასე ძალიან ბევრი შრომა ჩადეს ამაში და მე მგონი არ გამოვიდა ის, რაც უბრალოდ ძალიან კარგი გამოვიდა და არ იყო ცუდი. დღეს არის როგორც დედამიწის დღე და დედამიწას დავუარსებობთ ჩვენ და ამიტომ ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ეს დღე და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვეკეთებინა ეს დღე და აგვენიშნა დედამიწის დღე. გარემოს გაუმჯობესების მიზნით მოწყობილ ღონისძიებაში მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად პედაგოგებიც იღებდნენ მონაწილეობას. აქ მთავარი ის არის, რომ ბავშვებმა ის რასაც ჩვენ ვერ ვაკეთებთ, ველურად ვეპყრობით დედამიწას, ბავშვებმა მიხვდნენ იმას და ჩვენზე უკეთესად მოუარო. და ბავშვებისგან ვისწავლოთ დიდებმაც, როგორ მოუაროთ დედამიწას, ჩვენს ბუნებას, ჩვენს ავას, ყველაფერს საერთოდ ფლორას, ფაუნას. დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გარემოს დაცვითი ღონისძიება მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფლეშმობით დაასრულეს. მსოფლიოში პირველად დედამიწის დღე 1970 წელს აღინიშნა, როცა ამერიკელი გარემოს დამცველი სენატორ ნელსონის მოწოდებით 20 მილიონი ამერიკელი დედამიწის დასაცავად გამოვიდა. 2009 წლის 22 აპრილს კი ეს თარიღი გაეროს გენერალური ასამბლეის 73-მე სესიამ აღიარა.